აი რისიც ყველაზე მეტად მე მეშინოდა, აი ზუსტად ის მოხდა რამოდენიმე კვირის წინ. მეგობრებო, სოფლიოში უმსხვილესმა საინვესტიციო კომპანიამ BlackRock-მა საქართველოსა და TBC ბანკების გარკვეული პროცენტები შეიძინა. Ну, ეს რა თქმა უნდა ბუნებრივი ავტომატურად არ ნიშნავს საკონტროლო პაკეტის ხელში ჩაგდებას, მაგრამ აქ მე თქვენ ისეთი სტატისტიკები უნდა განახოთ, რომ აი რეალურად თქვენ როგორიათ სახელი საქართველოს ბანკი ან TBC სინამდვილეში 90%-ზე მეტ წილს ამ ბანკების ფლობენ ბრიტანეთიდან მორგანები, BlackRock-ი, Vanguard-ი და სხვადასხვა მცირე აქციონერები. მეგობრებო, ეხლა ამ ვიდეოს ჩაწერას ვაპირებდი დაახლოებით 2 კვირის წინ, მაგრამ იმდენი აქტუალური თემები დაემთხვა, რომ ვეღარ მოვიცალე, მაგრამ იმდენად გულის შემტკივა საქართველოში არსებულ ამ საპროცენტო განაკვეთებზე და ბანკები ქართველ ხალხს რას უშვებიან, რომ მე არაგულწრფელი ადამიანი ვიქნებოდი, რომ ამის შესახებ ვიდეო არ ჩამეწერა. ასე რომ დღევანდელ ვიდეოში იქნება მხილება იმის, თუ როგორ კონტროლდება, ანუ ჩვენ სახელზე არსებული ბანკები და რეალურად აი დიდი საპროცენტო განაკვეთები როა 12%-იანი 9% და ხალხს რო ყოლიფავენ, რასაც ქვია და აი სუნთქვაზეც კი რამის უკვე დაგვიწესონ რაღაცა პროცენტები, აი ყველაფერს ვამხელ დეტალურად, გეტყვი თუ ვისია ეს ყველაფერი, საიდან მოდის, რა მიზნებს ემსახურება, როგორ იზრდება BlackRock-ის გავლენა საქართველოში, რაც ძალიან საშიშია. და ყველაფერს თავიდან ბოლომდე აგიხსნით, მაგრამ სანამ გადავალთ ვიდეოზე, გთხოვთ რომ დალაიქოთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ არხი, გაუზიაროთ მეგობრებს, ასევე დონაცია შეგიძლიათ გააკეთოთ, რომლის ლინკები აღწერაშია მითითებული და თუ რამე კომენტარს ამ დონაციას თქვენ დაურთავთ, ხო შემდგომ ვიდეოში საჯაროდ გამოჩნდება. ახლა კი გადავიდეთ ჩვენს დღევანდელ ვიდეოზე. კაი, მოდი ხა ზუსტად განვიხილოთ, რასთან გვაქვს მეგობრებო საქმე. BlackRock-მა TBC Bank Group-ის PLC-ის აქციების 5% შეიძინა. GBC-ის ინფორმაციით ტრანზაქცია 2025 წლის 12 მაისს ლონდონში დაიხურა. შედეგად BlackRock-ის მიერ ფლობა საერთო ხმის უფლების მქონე აქციებში განისაზღვრა 5% დაახლოებით, რაც 2.827.000 აქციას უტოლდება თითქმის. გამოცემა განმარტავს, რომ განსაზღვრების კონტრაქტი CFT არის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც ინვესტორს საშუალებას აძლევს მიიღოს სარგებელი აქტივების ფასის ცვალებადობასთან ფაქტობრივი ფლობა აქციის გარეშე. ინვესტორი დებს კონტრაქტს, რომ დახურავს ფასთა სხვაობას ღირებულების ცვლილების საფუძველზე. გავაგრძელოთ. გამოცემის ცნობისთვის აქციების სესხების მექანიზმი გულისხმობს, რომ ინვესტორი დროებით იღებს აქციებს სხვა მფლობელისგან, ხშირად გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, რაც აძლევს მას დროებით ხმის უფლებას, მაგრამ ფლობის სამართლელი უფლება კვლავ გამსესხებელს ეკუთვნის. როგორც წესი, ამ მექანიზმს რამდენიმე მიზნით იყენებენ ხოლმე, კერძოდ, როცა ინვესტორს ან აქციონერს სურს გავლენა მოახდინოს კომპანიის გადაწყვეტილებაზე, ეს საინტერესოა. მაგალითად, გენერალურ კრებაზე, ასევე ეს ინსტრუმენტი ხელს უწყობს სხვადასხვა სტრატეგიის განხორციელებას. ფიზიკური აქციების ყიდვას გაცილებით დიდი ხარჯია, მრავალჯერადი საფასური ტრანზაქციის სირთულე, ამით კი სესხებელი გრძელვადიან ან მოკლევადიან სტრატეგიებს უკეთ მართავს. ეხლა მოდი გავაგრძელოთ. ეხლა უყურეთ, BlackRock-ი მსოფლიოში უმსხვილესი აქტივების მმართველი კომპანიაა, რომლის მეშვეობითაც გლობალურ ბაზარებზე ტრილიონობით დოლარის ღირებულების კაპიტალი ბრუნავს. კომპანია მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც ინსტიტუციონალური ინვესტორი, ასევე მსხვილი კორპორაციების პარტნიორი. და აი ხა მე მინდა რაც გაუსვა მეგობრებო ხაზი და კორელაცია რაში მოვიყვანოთ. ეხლა უყურეთ, აი მეორე ის. აი ხა ის მინდა ChatGPT ჩვენ აქ დაგვეხმარება კარგად. აი რეალურად აი კითხვა ხო გვიჩნდება რა მეგობრებო იმასთან დაკავშირებით, ვინ არის რეალურად ამ საქართველოს ბანკთან, ვინ ფლობს რეალურად ამ ყველაფერს. აი ნახეთ მე მინდა აი ყველაფერს ეხლა თქვენ ხაზი განახოთ ეს ყველაფერი ძალიან კარგად, ესე ვთქვათ, მოიცა. სო. აი ეს მინდა თქვენ გენახოთ. ხო. აი ხა გავაგრძელო, ძალიან საინტერესოა, უშუალოდ საქართველოს ბანკის წილები როგორ არის რა. აი ცნობილი გამოთქვა, ბანკები ყოლიფავენ, რაც რეალობა არის. სამწუხაროდ, რადგანაც პროცენტები იმდენია ამ იმაში, რომ საქართველოს საშუალო მოსახლეს არ აქვს იმდენი შემოსავალი, ან საშუალო ზედაბალს, რომ ეს პროცენტები ისე გაისტუმროს, რომ თვითონ დარჩეს რაღაცა რეალურად. ანუ აი მაგალითად ეხლა ვისაც აქვს აი ჩემს გარშემო ვისაც ვაკვირდები ხო ვისაც გამოვქანო იმდენად დიდ პროცენტებს თხოვს და იმდენად პატარა ძირი თავიდან რომ ანუ აი გიждები უბრალოდ მართლა გიждები აი ხა მინდა ეს ყველაფერი თქვენ უფრო თვალნათლივ გაგაცნოთ მეგობრებო და დაინახოთ რეალურად რაშია საქმე
საქართველოს ბანკით დავიწყოთ. საქართველოს ბანკის მფლობელი კომპანია Lion Finance Group PLC, ყოფილი Bank of Georgia, რომელიც რეგისტრირებულია გაერთიანებულ სამეფოში და ლონდონის საფონდო ბირჟაზე. აბა გაიხსენეთ რა ხდება გაერთიანებულ სამეფოში კაილ სტრამერის მმართველობის უკანა ჩრდილოვან კულისებში. ვინ არის აქ მმართველი? ვინ ფლობს ყველაზე დიდ აქციებს, ვინ ფლობს ყველაზე დიდ ინვესტიციებს, რომელიც უტოლდება დაახლოებით 570 მილიარდზე მეტს BlackRock-ი და ვინ აკონტროლებს დიდ ბრიტანეთს მთლიანად დაწყებული, რავი, თითოეული მოქალაქიდან დასრულებული ლორდთა პალატამდე, მორგანების ჯგუფი. აქ ჩანს პირდაპირ წერია, მე არაფერს არ ვიგონებ, გეტყვით ყველაფერს, არ გეგონოთ რომ რაღაც შეთქმულების თეორიები მაქვს, პირდაპირ განახებთ. ინსტიტუციური ინვესტორები ფლობენ დაახლოებით 74.5% წილს, მათ შორის BlackRock-ი დაახლოებით 7% და Goldman Sachs Asset Management-ი დაახლოებით 3%. გავაგრძელოთ. ინდივიდუალური ინვესტორები დაახლოებით 15-ან ინდივიდუალური ნიშნავს და კერძო პირი, რომელიც არის ყავს ქართველი, რამოდენიმე, რომელიც ძალიან ცოტას ფლობენ, ძალიან ცოტას, მაგრამ ეხლა ხაზარაძე რო ავიღოთ, თუნდაც დიდი მაშინ იმდენად ცოტას ფლობს, მაგრამ ეს საკმარისია, შენ მილიარდელი უკვე. იმიტომ რომ ამ ხელა ბანკის წილს რო ფლობ 1% ძალიან ბევრ ამის ნიშნავს. აი კომპანიების ხელმძღვანელები და დირექტორები დაახლოებით 8.6%, მათ შორის არის არჩილ გაჩეჩილაძე, დაახლოებით 3% ფლობს და ირაკლი გილაური 2.5%. გეოგრაფიულად აქციონერები ძირითადად გაერთიანებული სამეფოდან 42%-ით და 21.1%-ით და შეერთებული შტატებიდან 18.71%-ით არიან წარმოდგენილი. გავაგრძელოთ, მინდა განახოთ ეს ყველაფერი. მინდა ქართულმა ხალხმა იცოდეს სიმართლე რა არის. TBC ბანკის მფლობელი კომპანია TBC Bank Group PLC, რომელიც ასევე რეგისტრირებულია გაერთიანებულ სამეფოში, ანუ დიდი ბრიტანეთიდან ხდება ხალხო, ბრიტანეთიდან. ანუ საქართველოს ბანკი ქვია, ქართული არაფერი არ არის შეგნით საერთოდ. როგორ შეიძლება ქართული იყოს და აღრჩობდე ხალხს ამ ხელა პროცენტებით? ინსტიტუციური ინვესტორები ფლობენ დაახლოებით 13.97% წილს, ინსაიდერები, ანუ ბანკის ხელმძღვანელები და დირექტორები ფლობენ დაახლოებით 2.11% წილს, საზოგადოებრივი კომპანიები და ინდივიდუალები ფლობენ 83.98%. მოდი დეტალური ინფორმაცია მაინტერესებს ChatGPT. დეტალური. ხო, ეხლა აი ნახეთ, საქართველოს მთავრობას რა გავლენა აქვს ამ ბანკებზე? ეს ძალიან საინტერესო კითხვა არის, იმიტომ რომ ეს კითხვა თქვენ ავტომატურად გაგიჩნდებოდათ ეხლა ამასთან დაკავშირებით. ისეთი პროცენტები მოისმინა ამან ეხლა რომ რამის შემოვარდა. ამიტომ დამშვიდდი. ორივე საქართველოს მთავრობას ძალიან მცირე ან პრაქტიკულად ნულოვანი პირდაპირ გავლენა აქვს ამ უმსხვილეს კომერციულ ბანკზე, საქართველოს ბანკსა და TBC ბანკზე საუბარი. ორივე ბანკი არის კერძო და ლონდონშია რეგისტრირებული. აი, წერია ეს ყველაფერი. ძირითადი აქციონერები არიან BlackRock, Goldman Sachs, Asset Management, Fidelity და JP Morgan-ი, მეგობრებო, Morgan-ები, ჩვენი უსაყვარლესი Deep State-ის წარმომადგენლები დიდ ბრიტანეთში, Morgan-ები ფლობენ ამ უდიდეს წილებს. ეხლა მოდი უფრო კონკრეტულად გადავიდეთ. მთავრობას გავლენა აქვს მხოლოდ რეგულატორის მეშვეობით, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი, ანუ SEBI განსაზღვრავს საბანკო ლიცენზირების პირობებს, კაპიტალის საკმარისობის მოთხოვნას და ფულის გათეთრების საწინაო წესებს, ასევე მოხმარებელთა დაცვის პოლიტიკას. ეხლა ორე რა ხდება? ანუ იმისათვის, ეხლა მე ვარ დავუშვათ ვიშოვე, რავი, 10 მილიარდი ხალხო და მინდა ბანკი შევქნა. ეხლა უყურე რა რეგულაციები უნდა დავაკმაყოფილო ეროვნულ ბანკთან, ანუ SEB-თან. ანუ საბანკო ლიცენზიის პირობები ასეთია: კაპიტალის საკმარისობა, ანუ უნდა მქონდეს მეიმხელა ლიმიტი, რომ ეს თანხა მიტრიალოს და პროცენტები გავცე და ასე შემდგომ, ეს იგულისხმება. კაპიტალის საქმიანობის მოთხოვნა, ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პოლიტიკა, ანუ ეს ახლა ისეთი ინსტიტუტები და ისე უნდა მქონდეს ეს ბიუროკრატია დალაგებული, რომ ფული არ გავათეთრო ამით. და მომხმარებელთა დაცვის პოლიტიკა, მომხმარებელთა safety ნიშნავს, რომ აი ეს მობაილ ბანკები, ეს პირადი ანგარიშები, ეს ფიშინგები და მაგათ საწინააღმდეგო გატარებული ღონისძიებები და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გამართულ ტექნოლოგიებზე, იმიტომ რომ ეხლა წარმოიდგინეთ ეხლა TBC და საქართველოს ბანკზე საქართველოს მოსახლეობას რამხელა ფული აქვს, მანდ რომ ეს კონკრეტულად ეს პუნქტი გამართული არ იყოს, რა ფინანსური კოლაფსი მოხდებოდა ქვეყანაში, ესეც გასაგებია, ხო? ეხლა უყურე, მეგობრებო, ეს რეგულატორული კონტროლია, არა მართვითი გავლენა. მთავრობა ვერ წყვეტს ბანკის სტრატეგიას, სესხების პოლიტიკას ან აქციონერთა შემადგენლობას.
აი მე სხვათა შორის ეს კითხვა მაინტერესებდა, იმიტომ რომ ეხლა საქართველოს მთავრობას სანამ გავაკრიტიკებდი და სხვათა შორის მეგონა ეხლა იმიტომ რომ იმხელა, ანუ მე თუ მესმის კარგად პოლიტიკური ფილოსოფია, პოლიტიკა, გეოპოლიტიკა და რაღაც ეხლა იმ დონეზე ვერ ვერკვევი ეხლა ფინანსურ საკითხებში, ამას არც მალავ და არც მაქვს ამის მიმართ ეხლა PhD და არაფერი, ბუნებრივია, რაღაც შეცდომები შეიძლება მეც დაუშვა, ამიტომ თქვენ იმიტომ ხართ რომ შემისწოროთ ეს ყველაფერი, მაგრამ გულწრფელობა აქ რაც არის, ხო? გულწრფელობა რომ ეს კითხვა რომ დავსვია იმ მთავრობას რა გავლენა, იმ მთავრობამ რა უნდა გააკეთოს. იმიტომ თავრობამ რაღაც უნდა გააკეთოს, ხო და ეს ძალიან საინტერესოა, როგორ შეიძლება მაგალითად აი სესხების პროცენტზე გავლენის მოხდენა. ანუ ეს ვკითხე ხა ChatGPT-ს რეალურად და თავრობა ვერ წყვიტავს ბანკის სტრატეგიას, სესხების პოლიტიკას ან აქციონერთა შემადგენლობას, ნუ აქციონერებს ვერ გადაწყვეტავს, ბუნებრივია, ხო, ესე ვინ ეკითხება. არც ერთი სახელმწიფო წარმოადგენელი არ არის დირექტორთა საბჭოში. ესე ძალიან საინტერესო პუნქტია. არც საქართველოს ბანკის და RTV-ის ბანკის დირექტორთა საბჭოში არ არის სახელმწიფოს მიერ დანიშნული არც ერთი წევრი. საბჭოები, მენეჯმენტი დამოუკიდებლად მოქმედები და ანგარიშვალდებული არიან თავიანთი აქციონერების მიმართ და არა მთავრობის. ესე ძალიან სამწუხაროა მეგობრებო. და რატოა ეხლა სამწუხარო და მე რატო განახეთ ამდენი ციფრები და ეს ყველაფერი დოკუმენტურად განახეთ, ეს ყველაფერი თქვენ გწოდნოთ, ხო, რომ ანუ თქვენ ბანკებში, ანუ ჩვენ ბანკებში, რომელიც გონია, სადაც ძირითადად თქვენ ხელფასებს იღებთ, სადაც ფული გერიცხებათ ფიზიკური პირებისგან, იურიდიულურებისგან, ანუ რეალურად, ანუ არაფერ შუაში არ არის მთავრობა. ანუ საერთოდ არაფერ შუაში არ არის. ანუ მე ხო გეუბნებით თქვენამდე მქონდა ეს მაგალითად ეს უსამართლობის განწყობა, რომ ეხლა თუ მთავრობას აქვს რამე საკონტროლო პაკეტი, რომელიმე ბანკთან და მაგალითად ანუ და ის ვერ ანხორციელებს მაგალითად პროცენტის იმაზე დადგენაზე ზემოქმედებას, ანუ არც დირექტორთა საბჭოში ყოფილა და არც არანაირი ფაქტობრივი და იურიდიული ვალდებულება და მით უმეტეს საქმიანობა და კონტროლის მექანიზმი არ აქვს რომელიმე ბანკზე, რომელიც პირდაპირ კონტროლდება გაერთიანებული სამეფოდან. აქ არის სესხების 76%-ზე მეტი. ნუ დანარჩენი ინდივიდუალური აქციონერები არიან. ანუ უბრალოდ ეს არის მეგობრებო კოლონიზაცია. ანუ ჩვეულებრივი კოლონიზაცია. საქართველოს არის კოლონია, ფინანსური კოლონია ეხლა. ნაყიდი ყავს დიდ ბრიტანეთს, მორგანებს, BlackRock-ს, Vanguard-ს. ეხლა BlackRock-მა იყიდა 5 და 6% მეგობრებო, აი პირდაპირ გეტყვით რა. ანუ თქვენ ეხლა რა გონიათ რომ BlackRock-ი შემოვიდა აქ 5%-ით ეხლა და ამას ეხლა რა ქვია, ამას კონტროლის მექანიზმი არ აქვს იმ აქამდე არსებული საინვესტიციო კომპანიებით და პლუს დამატებული ამას დაახლოებით 600 მილიარდზე მეტი საერთო ღირებულების ინვესტიციები დიდ ბრიტანეთში, რომელსაც ასევე მიკრული აქვს მორგანებთან და Vanguard-თან. იმიტომ Vanguard-ი არის პირდაპირ მისი შვილობილი კომპანია. მორგანები და BlackRock-ი არის თითქმის ერთნი. რამ გაყო? არაფერმა. აი, უბრალოდ ეს არის манипуляციები რეალურად. თვალზე აი რო აგიხვიონ უბრალოდ ორივე თვალი და გითხრა რომ 5%-ია საკონტროლო პაკეტი მას არ გააჩნია. ანუ BlackRock-ი შენ ვერ გმართავს, როგორ ვერ გმართავს? BlackRock-ი ფლობს Microsoft-ის ყველაზე დიდ წილებს, Apple-ის, Tesla-შიც სხვადასხვა მათ შორის. და სხვადასხვა დიდებულ აი მთლიანად Silicon Valley-ზე არსებული დიდი კომპანიები, რაც არის BlackRock-ის ყველაზე დიდ წილს, ანუ კომპანიები, ანუ საჯარო რაც არის, ფლობენ Vanguard, BlackRock-ი და State Street-ი. ანუ მე მართლა სერიოზული უსამართლობა გამიჩნდება. ანუ მესმის რომ ეს არ არის ვესფალიის ზავის შემდგომი პოლიტიკური დღის წესრიგი მსოფლიოში. აი ვესფალიის ზავამდე მეგობრებო ეს ნაპოლეონის ომამდე არსებული პერიოდი იგულისხმება, ხო, პირველი სუვერენული სახელმწიფოსნებო რო ჩამოყალიბდა, მაშინ არ არსებობდა ესეთი ტექნოლოგიური გიგანტები ბუნებრივია, ხო, იმიტომ რომ მრეწველობა არ ქონა განვითარებული, არ იყო ბიზნესის სექტორი, ანუ არ არსებობდა, ხო, ეგეთი რაღაცები. ანუ მაშინ მსოფლიო უფრო მეტად იყო ინდივიდუალური და მულტიპოლარული, მოდი ესე ვთქვათ. დღეს მულტიპოლარულობის ცნობაც აღარ არის, იმიტომ რომ 20 საუკუნეში არის პოსტმოდერნიზმისა და ნეორეალიზმის ეპოქა. სადაც ხო გეუბნებით, ანუ BlackRock შეიძლება იმხელა გავლენა აქვს ერთ კომპანიას, რომელიც საკუთარი ერთიანი შიდა პროდუქტით აღემატება, რა ვიცი, ჩინეთი და ამერიკა ჩამორჩება მხოლოდ. დანარჩენს ანუ გვიყიდის და გაყიდის. ან ჩვეულებრივად იყიდის საქართველოს, შეუძლია იყიდოს და გაყიდოს მეორე დღეს. რავი, რომელიმე საფონდო ბირჟაზე. და რეალურად ეს ფინანსური მართვის მექანიზმები, რომელიც ბრიტანეთიდან მოდის, ფაქტობრივად კოლონია საქართველოს რა. ანუ საქართველო არის კოლონია რეალურად. ანუ ჩვეულებრივი კოლონია არის. ანუ ხალხი წარმოიდგინეთ, ანუ ვიღაცას რა რაღაც საქმიანობა უნდა. ბიჭო, მაგარი შედარება უნდა მოვიყვანო რა. ანუ ფაშისტები რომ მოვიდნენ გერმანიაში და მაშინ ძალიან ცნობილი მომენტი რო არის რა, რომ აი მაგალითად რატომ ზულდათ ებრაელები ფაშისტებს. პირველ მსოფლიო ომში, როდესაც გერმანია დამარცხდა, მთლიანი ბანკების სექტორები
და მთლიანად აი რაც აღებ მიმცემობა ითვლებოდა და მაშინდელი სახის ამ თქო ამ კონტურებში დებოდა იყო ყველაფერი ებრაელების ხელში. ყველაფერი აბსოლუტურად. და ჰიტლერმა ეს გამოიყენა მაშინ. და გამოიყენა როგორ ხა ამას აგიხსენთ რომ როდესაც მოვიდა ჰიტლერი მთავრობაში ეს 30-იანი წლების და იმებს გულისხმობ, ხო? ძალიან მალე დაიწყო კერძო ბანკები, რომლებიც ესე თქვათ დაიმორჩინენ რა თქმა უნდა ამ იმას რა ქვია რაიხსტაგს, რომ დაიწყო მათი ესე თქვათ ამ პროცენტების შემცირება. და ზოგ შემთხვევაში საერთოდ ნულამდე ჩამოიყვანა. და მაგალითად აი შენ რო მაგალითად მე მაქვს ნათარგმნი დისკორდზე მიდევს აი ნაცისტების ეკონომიკური ცვლილებები, ხო? ანუ მაგათ ეწოდებათ ხალხურად ფაშისტები, რომლებმაც საკუთარ მოსახლეობას ამ ხელა ტონობით გადასახდელი მოუჭრეს. ბავშვი რო იბადებოდა, იმას ფინანსური დახმარება ქონდა 18 წლამდე. პრაქტიკულად ბანკის სახლიდან ვეღარ გაგდებდა, ანუ მთლიანად ხალხისთვის გააკეთეს ეს ყველაფერი და დღეს ბრიტანეთზე ნაყიდი აქვს მთელი საქართველო. აი იხრჩობა ხალხი ამ ვალებში და პროცენტებში ზოგო ოჯახს ვერ ინახავენ იმის გამო რომ ამ ხელა პროცენტები აქვს იმიტომ რომ მაგალითად ეხლა სახლი თუ გინდა იყიდო დღეს ადამიანმა რაღაც ფინანსური ვალდებულება უნდა აიღო ხო და ისინი ფაშისტები იყვნენ გერმანელებზე მაქვს საუბარი ეს ბრიტანელები მყარად კაი ტიპები რეალური ფაშისტები არიან ესენი დღევანდელ სამყაროში დღევანდელ სადაც არის ეკონომიკური დიქტატურა სრულად და დღეს კორპორაციები ფლობენ ყველაფერს დღეს საქართველოზე მეტი გავლენა აქვს რავი ყველა კომპანიას ალბათ სოფლიოში და მთელი რავი ევროპა რო დაუყენო მარტო BlackRock-ს რაც შეიმფეხებია ევროპა არაფერი საერთოდ მით უმეტეს ბრიტანეთი საფრანგეთი და გერმანია არის ის ქვეყნები სადაც BlackRock ყველაზე დიდ ინვესტიციებსა და აქციებს ფლობს აკონტროლებს მეგობრებო არა თუ მარტო ამ ფინანსურ სექტორს საფრანგეთში საპენსიო ფონდი თავიდან ბოლომდე ეკუთვნის BlackRock-ს და BlackRock-ი ჭრის და კერავს როგორც აწყობს 2019 წელს გამოვიდა და თქვა რომ საპენსიო ასაკი იზრდება და ხალხი გამოვიდა ქუჩაში და ვიტრინების სხროვა დაიწყო ანუ რა რეალობაში ვცხოვრობთ რა ფაშიზმია ის იყო ფაშიზმი და ეს არის ფაშიზმი ხალხის აი ბიჭო აი დემრები რაზე მეშლება იცი რომ აი კონდეს ორმაგი მოგება ისედაც რამდენი აქვს ხო რა საჭიროა 15, 16, 30 და ამ ხელა პროცენტები. რეალურად ფულის ფილოსოფია ხო ის არის რომ ფული არაფრიდან შეიქმნა. როგორ შეიქმნა ფედერალური რეზერვი, როგორ შეიქმნა ფული დოლარს რა ფასი აქვს. ის რომ სესხი გაიცა უბრალოდ. ანუ არაფერთან მიმართებაში იყო, უბრალოდ სესხი გაიცა. აი ხა შენ რო არაფერი ქონდეს და მე რო რაღაც ქაღალდი დაუბეჭდო და მე შენ ეს მოგცე და შენ მე გითხრა რომ 6 თვეში აიმდენი უნდა დამიბრუნო. ანუ შენ უნდა ანუ მე მოვიფიქრე იდეა და შენ უნდა გაიბურღო აბსოლუტურად ყველაფერი 6 თვეში მე დავიბრუნო ორმაგი. ანუ ძალიან უსამართლობა არის. მე არ მაქვს პრეტენზია კაცო გამდიდრდნენ, ბანკი უნდა გამდიდრდეს. მესმის. ის არის, ის ყვითავს და ის არის ყველაფერი, ხო? ის იძლევა ამ ხელა ფინანსური იმებს, რა ქვია, პასუხისმგებლობას და მის კისერზეა ყველაფერი, მაგრამ ხო შეიძლება ნამუსი კაი საქონელია ისეთი იყოს, რომ ხალხი არ შეჭამონ შინაგანად რა. ზოგი ამ ბანკების ვალების გამო თავებს იკლავს, ზოგი ამ იმის გამო მესმის, რომ ეხა ბევრი სულელური სესხებიც გაიცემა ძალიან ბევრ რაღაცაზე და ეგ თავის ტკივილიც მესმის, მაგრამ ეხა ადამიანს, რომელსაც რაღაცა მცირე ბიზნესის დაწყება უნდა, ელემენტარული სახლი არ აქვს და რაღაცა და შენ იმას აძლევ და მთელი ცხოვრება ახდენინებ და იმდეს ახდევინებ, რომ ორმაგი ამოგაქვს იმ ადამიანისგან, ეს არის ფაშიზმი რეალურად რა. ანუ ფაშიზმია, მეტი სხვა არაფერი არ არის. ამიტომ მე რა ვიცი აი მაქსიმალურად მოვუწოდებ მთავრობასაც იმას რომ რამენაირი ბერკეტი მოიპოვოს. რამენაირი ბერკეტი მოიპოვოს იმისათვის რომ აი ეს კატასტროფული ესე ვთქვათ პროცენტები საქართველოს მოსახლეობას გაუნახევრდეს მაინც მე არ ვამბობ მთლიანად ვიშეგიმცირებს ხო ფაშისტები იყვნენ ბიჭო 1%-მდე დაიყვანეს დედა მომიკვდეს მე მიდევს დისკორდზე მიდევს ჩემ დისკორდზე ვინც არ ხარ ჩემოდით მან მიდევს სტატიებში მაგ გამოგღერული ფაშისტების იმენა გერმანელ ფაშისტებზე მაქვს საუბარი მათი ეკონომიკური ცვლილებები ისტორიაში არ არის მომხდარი მსგავსი გერმანელმა ხალხმა ამოისუნთქა მაშინ გერმანელმა ხალხმა ამოისუნთქა რომ ყველაფერი რაც იყო ებრაელების ბანკები დაქვემდებარებაში მაშინ გერმანიაში კერძო ბანკები ყველაფერი გადავიდა რაიხბანკში რაიხბანკს დაექვემდებარა და ავტომატურად რომელიც იყო ორიენტირებული ხალხის ძარცვაზე გადავიდა რეალურად ხალხის გაძლიერებაში და გაძლიერდა ეხა მესმის ეს ძალიან ცუდი იყო ჰოლოკოსტი რა თქმა უნდა მაგას არავინ არ უარყოს მაგრამ გერმანელებმა რეების საკეთეს საკუთარი ხალხის მიმართ გულისხმობ იმას რომ შე რო საშუალო მაცხოვრებელი ფაშისტი შეადარო 1935-დან რავი 45 წლამდე გაცილებით უკეთესად ცხოვრობდა ვიდრე მაშინელ ამერიკაში ვიდრე საბჭოთა კავშირში და ნებისმიერ მსოფლიოს სხვა ქვეყანაში რატო? იმიტომ რომ მთავრობა მაშინელი ფიქრობდა მართლა ხალხზე
აი ეს იყო რეალობა. ეს იყო გულწრფელობა რეალურად. ან თუ გვინა ფაქტები ვისაუბროთ მაშინ. ხო და მეგობრებო, ეს ძალიან გულისატკენი არის რა რეალურად, რომ ეხლა ხედავ და კითხულობ, ეს რატო განახეთ ეს ვიდეო, რომ თქვენი ბანკები, თქვენ გონია TBC არის ქართული, საქართველოს ბანკი ქვია, რომ ქართული, ამ დროს ყველაფერი ბრიტანეთიდან კონტროლდება. და ქართული ხალხი არის მიბმული ამ მასიურ კოლონიზაციას, ამ მასიურ ჩაქცევას, ვისაც როგორ მოეწონება, ხან დემოკრატიულ ინსტიტუტების გამო გაგაკრიტიკებენ, ხან ადამიანთა უფლებები არ არის დაცული, ხან კონსტიტუცია არ გივარგა, ხან სასამართლო შეცვალა, და ამ კონტროლში ყავარ, გამოჭერილი ყავარ ორივე ფეხით. და ფინანსურ კოლაფს როცა უნდა მაშინ გამოიწევენ შენ ქვეყანაში. აბა ეს არის ნორმალური? საშინელებაა მეგობრებო, საშინელებაა. ნაციონალიზაცია უნდა დაიწყოს ბევრი რაღაცის, მათ შორის სტრატეგიული პუნქტების, მათ შორის მე ხა ბანკებზე არ ვამბობ, რომელიც ხა კომერციულია, მაგაზე არ მაქვს, მაგრამ ადამიანებს ადეკვატური ის მიეცით, თო პროცენტები. იმისათვის რომ საქართველოს საშუალო შემოსავლიდან ადამიანმა რომ ბანკის პროცენტიც გაისტუმროს და ნორმალურად შეძლოს ცხოვრება. ეს უნდა ეს თქვენი მოქალაქეებზე მაქვს მე ნასაუბრები და მე ხა საუბრობ middle class-ზე დაბლავინებიც არიან, იმიტომ რომ ისინი ჩემი მოქალაქეები არიან და ჩემი ქართველები არიან. ეხლა ვინც კარგად ცხოვრობთ, ეხლა ბოდიშით, ეხლა თქვენ არ გეხებათ, მაგრამ მე მადარდებს ის ხალხი, ვინც თვითონ თვემდე ინახავს საკუთარ ოჯახს და ძარცვავე ბანკები. აი ეგ ხალხიც მაინტერესებს, რომ ეგენი ჩემი სისხლი და ხორცია. ამიტომ უნდა დაფიქრდეთ მაგაზე, მარტო თქვენ ჯიბეებზე ნუფიქრობთ იმ ხალხზე, ვინც ამ მდგომარეობაში არიან. თორე ზოგისთვის შეიძლება 500 ლარიც არაფერი არაა და 1000 ლარიც, რომ პროცენტი იხადოს, კაცო, არა. მე არ მაქვს კაცო, ღმერთმა ბევრი მოგცეთ. მე მაგაზე არ მაქვს. მე ის ხალხი იმადარდებს საქართველოში, ვისაც ამის პროცენტების სახსრები არ გააჩნიათ, რომ გადაიხადონ. იმიტომ რომ ეგენი მე მათ ხმას წარმოვადგენ და ისინი ჩემი მოქალაქეები არიან და მათ და თქვენ გამო, ანუ სოციალურ კლასებს, ეხა კარლ მარქსი ამასთან მიმართებაში რას ამბობდა, ვიცი რომ სოციალურ კლასთა ბრძოლა არის, ხო, რეალურად ჩვენი ისტორია. მაგრამ ჩვენ რაც უფრო მეტად სოციალურ იმებზე და თვითმმართველობისა და ამ ინსტიტუტებზე, ანუ ჩვენ რაც მეტად სოციალისტურები უფრო გავხდებით ამ საკითხში, რომ ვიზრუნებთ ერთმანეთზე და საერთო ძალისხმევით დავამთავრებთ გაჭირვებას, უფრო კარგი იქნება მომავალი კაპიტალიზმისთვის, რაც გონია, თორე მომავალი კაპიტალიზმი ხარ იმაში, რა ქვია, ფილმი დამავიწყდა სახელი, ხო? დამავიწყდა, მართლა გენიალური ფილმი იყო, ამას წინათ უყურე, მეგობრებო. რომელიც ასახავდა რას უშვება ნეოლიბერალური ეკონომიკა ადამიანებს რა, როგორ ხდება დივერსიფიკაცია საერთოდ საზოგადოების. დივერსიფიკაცია რას ნიშნავს? ანუ მდიდრები ძალიან მაღლა და ღარიბები ძალიან დაბლა. ფილმი გექნება თანახი აღწერით, გეტყვით როგორი იყო რა. ფილმის სიუჟეტი ესე ვითარდება, რომ დედამიწაზე გაუსაძლისია ცხოვრება, ამიტომ მდიდრები მიდიან რა, ეკვილიბრიუმიო თუ რაღაც ეგეთი არ თქვა რა, არ მახსოვს ბოდიშით. რაღაც ხელოვნურ თანამგზავრს ქმნიან, იქ გადადიან კოლონიზაციას იწყებენ და ღარიბები კვდებიან დედამიწაზე და მდიდრები არხინად ცხოვრობენ იქ რა. ეკვილიბრიუმი არ თქვა თუ რაღაც მსგავსი რა, მოკლედ დაგუგლეთ ეს შინაარსი, რამე ChatGPT-ს კითხეთ ბოლო-ბოლო და ხდება საზოგადოების დივერსიფიკაცია რა. ისინი მაღლა, ისინი დაბლა, საშინელებაა მეგობრებო, საშინელება. ჩვენ არ უნდა მოვახდინოთ საზოგადოების ესეთი გაყოფა ერთმანეთისგან და ესეთი დისკრიმინაცია, რომ ამხელა ესე ვთქვათ ფონი მივიღოთ ამხელა განსხვავება middle class-სა და მაგალითად მაღალ კლასს შორის. ეს კატასტროფულია, იმიტომ რომ ეს ფაქტიურად განსაზღვრავს რა ანარქიულ სიტუაციას ქვეყანაში, ანუ მონახარ ჩვეულებრივი ვიღაცის დაქირავებული და უნდა ემსახურო მდიდარს, ეს საშინელება. ამიტომ რაც ნაკლები იქნება განსხვავება სოციალურ საზოგადოებაში, მით უფრო ჯანსაღ მენტალურ და საზოგადოებრივ რეალობას მივიღებ ჩვენ. ანუ ნაწილობრივ რა თქმა უნდა იყოს კაპიტალისტური, მაგრამ ნაწილობრივ უნდა იყოს სოციალისტური. ეს სინთეზი და ჰიბრიდული მოდელი ძალიან საინტერესოა. იმიტომ რომ ჩვენ თუ მივიღებთ ამ დივერსიფიკაციას, ძალიან ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს ეს. და ფილმში ამაზე საუბარი. რავი, დაწერეთ თქვენ რას ვფიქრობთ ამასთან მიმართებაში, აი რომ მეუნებით ხოლმე უცხო გადაიღე ისეთი რამე. მე ყოველთვის ვიღებ, კაცო. რასშიც უსამართლობას მე ვხედავ, ყველაფერს ვიღებ. ინდოელებზე ჩავწერე, პაკისტანელებზე ჩავწერე, იმაზე ჩავწერე, რა ქვია, ანაკლის სპორტზე ყველაფერზე ჩავწერე მეგობრებო, უბრალოდ ნუღა მახსენოინებთ ხელახლა რომ რამე რეალურ პრობლემას როდესაც ხედავ, მე ამას ყოველთვის გამოვხატავ რომ თქვენი ინტერესები და თქვენი მოთხოვნები მაქსიმალურად დავიცვა და ეს მეც მაწუხებს ეს პრობლემა და ყველა ადამიანს აწუხებს საქართველოში. ამიტომ რაღაც მექანიზმი უნდა გამოინახოს რომ აი ეს ტირანია და ეს კოლონიზაცია რაც მართლა დასავლეთიდან მოდის და მართლა მონებად აცხოვრებენ აქ საქართველებს ხო? მოდი რა ჯერ იმათ გაულაწონოთ ცილა და მე ვილაპარაკოთ ვინა ოკუპანტი და ვინ არა. დროებით.